Starring Georgias მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში ატრაქციონების პარკში განახლდა ტექნიკური ნაწილი. მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის მოსაწევი. სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. განახლებული პარკი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხურჯუმელიძემ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილესთან, გიორგი მირცხულავასთან, Starring Georgias სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ამირან ჯანელიძესა და კომპანიის დირექტორ თამარ ჩხაიძესთან ერთად დაათვალიერა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რეგიონისთვის, ზოგადად საქართველოსთვის, რომ დღეს გაიხსნა მორიგი სეზონით ციცინათელას გასართობი პარკი. სულ რაღაც ქვენახევრის განმავლობაში, რაც კომპანია Starring Georgias შემოვიდა პარკის მართვაში, უამრავი საქმე გაკეთდა, რაც აუცილებლად აღსანიშნავია. სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, დაემატა გარკვეული ობიექტები და უკვე დღეიდან შემოსულ ვიზიტორებს შეუძლიათ რომ იხილონ უამრავი სიახლე და სიურპრიზი მათთვის. კომპანია ძალიან დიდი გეგმები და შორსმომავალი გეგმები აქვს და ჩვენი დახმარებით, სამინისტროს დახმარებით იმედი გვაქვს, რომ ეს ადგილი უფრო და უფრო პოპულარული გახდება როგორც შიდა დამთვალიერებლისთვის და შიდა ტურისტებისთვის, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. დღეს დავათვალიერეთ ციცინათელას ატრაქციონების განახლებული პარკი, რომელიც პრაქტიკულად სრულად განახლდა და ტურისტებს შეხვდება განახლებული ინფრასტრუქტურით. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ძალიან კარგი და ხალხმრავალი. როგორც ხედავთ, პარკის პრაქტიკულად გახსნის პირველივე დღეს სრულად დატვირთულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლომდე არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი ეწევა ჩვენი ციცინათელას პარკს და ამ განახლებულ ატრაქციონების პარკს კიდევ ერთხელ იხილავს. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და ვფიქრობ, რომ ყველა ვიზიტორისთვის იქნება სასიამოვნო გარემო აქ დასვენებისა და გართობისთვის. ციცინათელას პარკი გახსნილი არის ყველა მომხმარებლისთვის. პარკში ჩატარდა უზარმაზარი სამუშაოები 40 დღის განმავლობაში. Starring Georgias გუნდმა შეძლო და სრულიად ფასადის ვიზუალი, ფუდკორტები, ატრაქციონის დეტალები, დეკორაციები, სკამები, გამწვანებები სრულად შეცვალა და გელით ყველას. Starring Georgias საწყისი მიზანიც ის იყო, რომ მის კამპანიის ქვეშ დაგეგმილი ყველა ღონისძიება დახმარებოდა რეგიონში ტურიზმის განვითარებას და გჯერა, რომ ამის ერთგვარი სწორი განვითარება და გაგრძელება არის ატრაქციონების პარკის ჩვენს ასე ვთქვათ დიდ ოჯახში გაერთიანება. შესაბამისად ეს პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა გაცნობიერებული ჰქონდა და რა თქმა უნდა კარგად გვესმის ის, რომ დასავლეთ საქართველოს გულია ატრაქციონების ციცინათელას პარკი, რომელიც შეიძლება რომ დამატებითი მიზიდულობის ცენტრი და დამატებითი ინტერესის სფერო გახდეს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოგზაურებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სულ რამდენიმე წუთში გაცოცხლდება ზღაპარი, რომელსაც სახელად ციცინათელა ქვია, იმიტომ რომ ამ კონკრეტული მესიჯით და ამ კონკრეტული საკომუნიკაციო გზავნილით დაიწყებს 2025 წლის სეზონს ციცინათელას პარკი. როგორც ხედავთ, სრულად შეცვლილი არის პარკის კონცეპტუალური მხარე, რომელიც ვიზუალურადაც ძალიან მარტივად თვალში საჩცემი არის. რა თქმა უნდა, პარკში ჩატარდა ტექნიკური განახლებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, შეიცვალა პარკში მოქცევის წესები, ასე რომ ყველა სტუმარს ვთხოვთ, რომ მივაქციოთ ყურადღება აბრებს, რომელიც დამონტაჟებული არის ატრაქციონების გვერდით და რა თქმა უნდა, ვიზრუნოთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე და პარკის სუსტად გარემოც შენარჩუნებაზე. ციცინათელას გახსნას, რომელიც საღამოს 6 საათზე მოხდა, მნიშვნელოვანი ადამიანების ატარები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის გურიიდან დაესწრნენ, რომლებიც განახლებული ატრაქციონების ხილვით ბედნიერები ჩანდნენ და ემოციებს გვიზიარებდნენ. მოვედი, მაგრამ უკვე იმდენად კარგი იმით ვარ, ემოციებით ვარ დატვირთული, რომ ძალიან მომწონს. მართლა პირველად ვარ აქ და ძალიან კაია. ლაბირინთში ვიყავი ახლა და ძალიან გაგვიჭირდა გამოსვლა და ის მერე ძალიან შევართ. ანუ ზოგადად როგორ შეაფასებთ, რამდენად კარგი ატრაქციონებია, რამდენად მართლა მაყოფილი ვარ, რამდენად მოგეწონათ განახლებული ატრაქციონები? ძალიან გხარია ციცინათელას გასვლა.
მდებარეობს? მომეწონა რომ ძალიან ხარა მიდიოდა და ასე ვარდებოდა და ადიოდა მერე. ვარდებოდა და ადიოდა მერე. ციცინათელს პარკი მოგწონს? კი. რას უსჯობ ბავშვებს? მოვიდეთ თამაში და ამ ყველა ხერხზე იკატავ. გავიკატავე. მათზე და ძალიან მიყვარს ყველა ადამიანი მხიარო. კი, მოვიდნენ კაი ატრაქციონია. და რა აი პარკი გახსოვს. რა მოგწონს? ციცინათელი. ციცინათელა? რას ეთქვი ჩვენ სტოლპარ ბავშვებს? მოვიდნენ? გაერთონ? მოვიდნენ ბავშვები. მოვიდა გაჟო. ყველაზე მეტად რომელი ატრაქციონი მოგწონს? ეშვაგიძობა. ძალიან სასიამოვნო გარემოა, ძალიან გაერთნენ ბავშვები, განახლებული ატრაქციონები რამაც გარემოს ქმნის, ასევე უსაფრთხოების კუთხითაც უფრო დაცულად გრძნობთ თავს და რა ვიცი, მობრძანით, გაერთეთ ისიამოვნეთ. ღამის ატრაქციონები კიდევ მეტად შთამბეჭდავი და ლამაზი ღამის განათებით იყო. ატრაქციონები, კვების ობიექტები, გასართობის სივრცეები, ერთ მთლიანობაში კი ზღაპარი, რომელსაც ციცინათელა ჰქვია 15 სექტემბრამდე მთელი დატვირთვით იმუშავებს.